გადაცემის სპონსორია კლინიკების ქსელი ჯეო ჰოსპიტალსი. Პაციენტო ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია გამარჯობათ. მივესალმები იმ ტელემაყურებლებს, რომლებიც გვიყურებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. შეგახსენებთ იმასაც, რომ გადაცემის სპონსორია სამედიცინო კლინიკათა ქსელი ჯეო ჰოსპიტალსი, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალ კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, აღჭურვილია თანამედროვე საუკეთესო აპარატურით, ისე რომ ნებისმიერ პაციენტს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ ჩაიტაროს მკურნალობა ან შესაბამისად სამედიცინო გამოკვლევა შეუძლია მიბრძანდეს და მოემსახურებიან მაღალ კვალიფიციურად. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალის ექიმი კარდიოლოგი ქალბატონი ნათელა სამაშვილი. მოგესალმებით ქალბატონ ნათელა. ჩვენს ტელემაყურებლებს ყოველთვის აინტერესებთ ექიმებთან შეხვედრა და მათ შორის ისეთი კატეგორიის ექიმები, როგორებიც არიან გულსიზღლართა დაავადების კუთხით. ვინაიდან ეს ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე სასიცოცხლო და ამავე დროს ყველაზე პრობლემური. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ კუთხით მედიცინა საკმაოდ წინ წავიდა განსაკუთრებით საქართველოში, მაინც დღის ეს რიგში დგა, იმიტომ რომ სიკვდილიანობით ერთ-ერთ პირველ ადგილზე ეს ჩვენ ვერ უფრთხილდებით ჩვენ თავს ისე როგორც საჭიროა. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ წინა გადაცემაში გქონდა საუბარი, რომ ჯეო ჰოსპიტალსი აღჭურვილია საუკეთესო უახლეს თანამედროვე აპარატურით, მოწვეული სპეციალისტებით საკმაოდ აკვალს და ამასთან დაკავშირებით რაღაც გარკვეულწილად თითქოს ეს პრობლემები მოხსნილია იმისა, რომ ავადმყოფი როდესაც მიდის, ის იქიდან ჯანმრთელი და კმაყოფილი ბრუნდება სახლში. ზოგადად ახლა ჩვენს ტელემაყურებლებს გავაცნოთ ის თუ გულის ფუნქცია, თვითონ გული რას წარმოადგენს და რამდენად მნიშვნელოვანია ის ადამიანის სიცოცხლისათვის გისმენთ. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და მზარდ მიპასუხოთ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს. გული ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო. ეს არის ტუმბო, რომელიც მთელს ორგანიზმს ამარაგებს სისხლით და მისი ფუნქციის დარღვევა, რა თქმა უნდა, სერიოზულ გართულებებს იწვევს. ამიტომ ამ ფუნქციის შესრულება გულს უხდება დიდი დატვირთვის პირობებში, დიდი წინააღმდეგობების პირობებში და ყოველთვის პაციენტმა უნდა ხელი შეუწყოს თავის ჯანმრთელობას, გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას და ნებისმიერი ჩივილების შემთხვევაში, რაც გულის მხრივ არის, ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს და მიმართოს ექიმს. გულის მხრივ ჩივილებიდან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის ტკივილი გულმკერდის არეში. ეს ჩივილი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გულის პათოლოგიით, რასაც ყველაზე მეტად უნდა მივაქციოთ ყურადღება, ასევე სხვა დაავადებებითაც. ეხლა თანამედროვე პირობებში მკურნალობა, გამოკვლევები, ტარდება გაიდლაინები, ქვია რეკომენდაციები ექიმებისთვის, რომლის მიხედვითაც უნდა მოიქცეს ჯანმრთელობის ყველა ექიმი იქნება ეს თუ სხვა წარმომადგენელი და ამის მიხედვით უნდა მოხდეს დახმარება პაციენტზე. აი 5 რგოლია გამოყოფილი ასეთი პაციენტებთან ურთიერთობაში, როცა ადამიანს აქვს ტკივილი გულმკერდის არეში, პირველი თვითონ ეს პაციენტია, მან უნდა განსაზღვროს როგორია ეს ტკივილი, მიაქციოს ყურადღება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და დააკვირდეს თუ ეს ტკივილი გახანგრძლივებულია, მოჭერითი ხასიათისა, მუდმივი ხასიათისა არის, ამ შემთხვევაში ძალიან ყურადღებით უნდა იყოს და ამ დროს უკვე უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს.
თუ ტკივილი შეიძლება გულმკერდის არეში გამოწვეული იყოს სხვა ფაქტორებითაც, თქვათ, შეიძლება გაციებით, ნევრალგიული ტკივილი იყოს, პულმონარული ტკივილი იყოს ან სხვა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება ესეც იყოს სასწრაფო გადაუდებელი, მაგრამ იმდენად სიცოცხლისათვის საშიში არა, როგორც სტენოკარდიული ტკივილი. ამიტომ პაციენტი ასეთ შემთხვევაში ყოველთვის უკავშირდება ექიმს, ოჯახის ექიმს პირველ რიგში და ის ოჯახის ექიმი განსაზღვრავს მის შემდგომ ბედს, თუ როგორ მოიქცეს. გამოდონათელა, ჩვენ საკმაოდ კარგად განმარტეთ გულის ფუნქცია, მისი მუშაობა და გარდა ამისა ჩვენ რეკომენდაცია მივეცით ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ იცხოვროს ჯანმრთელი ჯანსაღი ცხოვრების წესით. მაგრამ აქ თქვენ გააჟღერეთ ერთი ფრაზა, რომ უნდა გაფრთხილდეს. აი, როგორ გაფრთხილდეს ადამიანი? ჩვენ არ საუბრობთ იმ პერიოდზე, როდესაც მას უკვე შეტევითი სახის ტკივილები დაეწყება და ის იძულებული იქნება, რომ ან თავისი ნებით, ან თუნდაც სასწრაფო დახმარების ტრანსპორტით იქნეს მიყვანილი. აი, რა უნდა აკეთოს იმისათვის? ადამიანი ცხოვრობს იმისათვის, რომ მან შექმნას რამე, იმუშაოს, ალბათ წარმატებული იყოს მთელ თავის საქმიანობაში და აი ამ პარალელურად, აი მოკლედ რჩევა მისცეთ, რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ გაფრთხილება დაერქოს მას? ამ გულის არეში ტკივილზე მქონდა ახლა მე აქცენტი გაკეთებული. ბევრი დაავადებები შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის არტერიული წნევის მომატებით, პირველ რიგში ერთ-ერთი პირველი წამყვანი არის ხოლმე ეს დაავადება არტერიული ჰიპერტენზია და ასეთი დაავადებების ჩამოყალიბებაში და მიმდინარეობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების წესს. ხაზგასმული არის, რომ უნდა ჯანსაღი ცხოვრების წესს მივდიოთ. და კაცალკეა გამოყოფილი ისეთი პაციენტები, რომელთაც რაღაც მიზეზის გამო მიდრეკილება აქვთ ასეთი დაავადებების მიმართ, როგორც არის გულსისხლძარღვთა დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია. ასეთი პაციენტები არიან ისინი, ვინცაც აქვთ ჭარბი წონა, ჭარბად ეწევიან სიგარეტს, იღებენ ალკოჰოლურ სასმელებს, მოძრაობა დღევანდელი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი არის. ესეთი პაციენტები ყოველთვის რისკის ქვეშ არიან და მათ საკმაოდ ხშირად შეიძლება ჰქონდეთ ჩივილები გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ამიტომ ჯანსაღი ცხოვრების წესი აი ხაზგასმულად არის ყოველგვარი მედიკამენტის გარეშე ძალიან ცვლის ასეთი პაციენტების ბედს, თუ ისინი ექიმთან აქტიურ კავშირში არიან, აი ექიმი შეძლებს იმას, რომ პაციენტი დაარწმუნოს იმაში, რომ ასეთი ცხოვრების წესი, თქვათ, სიგარეტის თანდათანობით გადაგდება, ალკოჰოლური სასმელების რაოდენობის შემცირება, აქტიური დატვირთვა ფიზიკური მის მდგომარეობას აგზნობათ აუმჯობესებს და პირდაპირ ესეა განსაზღვრული, რომ ერთჯერ მიღებული წამლის მაგივრობას წევს ეს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ასე რომ შეუძლიათ ეკონომიურადაც შეღავათი გაუწიონ თავის თავს და არ დაჭირდეთ ბევრი წამალი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტორს ჯანსაღი ცხოვრების წესის. ძალიან საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია და ძალიან რთული ადამიანისათვის, რომ ამ ყველაფერს ისე ერთხელის აღებით გადაწყვიტოს, თუ არის თქომაზე, მაგრამ შეძლების დაკვრა ყველამ უნდა შეძლოს, მაგრამ ჩვენ ერთ მომენტში აღვნიშნეთ, რომ მხოლოდ ტკივილების შედეგად ამ შემთხვევაში უკვე როდესაც შესაძლებელია სტენოკარდიული მიმდინარეობა მიდიოდეს, მაგრამ არის შესაძლებლობაც, რომ სტენოკარდია მიდიოდეს, მაგრამ ტკივილებში არ გამოისახოს და ჰაერის უკმარისობაში იყოს ეს გადასვლა. ეს რა შემთხვევაშია? ინდივიდუალურია ყველა ორგანიზმი და ნამდვილად არის ესეთი შემთხვევები, კარგი შეკითხვაა, როცა იშემია გულის კუნთში მიმდინარე, ანუ ჟანგბადის უკმარისობას განიცდის ამ დროს გულის კუნთი გამოიხატება არა ტკივილით, არამედ გულის უკმარისობით. ეს ამ ორივე ფაქტორის, ტკივილის წარმოშობის და გულის უკმარისობის წარმოშობის არის ჟანგბადის მიმართ მოთხოვნილების გაზრდა, ანუ ორგანიზმს ჭირდება მეტი ჟანგბადი და გული ამ ჟანგბადს უკვე ორგანოებს ვეღარ მიაწვის. აი რა სახით გამოვლინდება უფრო ხშირად ტკივილის სახით არის, მაგრამ
თუ იქ ცოტა არტერიული ძნელაც მაღალია, დაიტვირთა გული ძალიან, დაიტვირთა მარცხენა პარკუჭი და ფილტვებში წავიდა შეგვიგებითი პროცესი, შეიძლება გამოიხატოს კარდიული ასთმის შეტევით, გულის უკმარისობით. ეს საკმაოდ უნდა ცალკეა სტენოკარდია, ეს დაავადება და ცალკეა კიდე ეს გულის უკმარისობა გართულების სახით, რომელიც საკმაოდ სერიოზულია და აუცილებლად უნდა მოიხსნას ეს უკმარისობა, რომ შემდგომ მერე გამოკვლევების საშუალება გქონდეს და მეტი ჩარევის საშუალება. გავდოვნათელა, ეხლა შევეხოთ ძალიან მოკლედ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ეს ცხადია, ეს 2x2-4-ია და ყველა მიცის რომ მათ უნდა შეძლონ ის რომ პირველ რიგში ეს რომელიც ყველაზე მტკივნეულია, სიგარეტზე უარის თქმა. ალკოჰოლიც ეს თლათ უარს არ მაგრამ ზომიერად მისი მიღება. ხოლო ეხლა რაც შეეხება სხვა საკითხებს. ხშირად კონსულტაციები გვესმის ექიმებიდან რომ მათ უნდა იარონ ფეხით, სუფთა ჰაერზე, ყველანაირი დეპრესიული სიმპტომები უნდა მოეხსნათ, რაც ცოტა რთულია დღევანდელ ვითარებაში. მოიწეს როგორ ძილის პრობლემა და ეს ყველაფერი, მაგრამ შრომას და საქმის კეთებას ამას სხვანაირი მიდგომა უნდა. ეხლა განსაკუთრებით გულის დაავადებები ყოველ შემთხვევაში და ყველგანი შეესწავს, მაგრამ უფრო ყოფილ სპორტსმენებშია, ვინაიდან უცბად სპორტსმენი თავსანებებს აქტიურ სპორტდატვირთვას და შემდგომ გული ხდება უკვე დეტრენირებული ამ შემთხვევაში. და ამიტომ ის უკვე სავალალო მდგომარეობაში ვარდება, რომ უცბად სრულიად ჯანმრთელი ადამიანი შემდეგ ხდება პაციენტი კარდიოლოგის. და პლუს ამას პარალელურად მე მინდა ეს თქვენ განაზოგადოთ და კარგად გაშაროთ ეს თემა. კვებითი რეჟიმი. კვებითი რეჟიმზე ახლა კი ბატონო თავიდანვე ვერ ვეტყვით მას ჯანმრთელ ადამიანს რომ შეზღუდოს ცხოველური ცხიმი, მაინც უნდა შეზღუდოს, მაგრამ სხვანაირად ის კალორიებს იმდეს ვერ იღებს. ანალოგიურად თქვათ მაგალითად ისეთი საკვები რომელიც გააღიზიანებს მის ორგანოებს, რომელიც სჭირდება საჭმლის გადამუშავებას და ეს ყველაფერი ან იგივე მარილიანია თუ რაც არის, რამდენად აისახება ადამიანის ყოფაზე და ცხოვრებაზე. ახლა ასეთ ცხოვრება ზოგი ადამიანი პირაპირ ამას ვერ შეეგუება და რა ქნათ, აი როგორ მოვიქცე, დაველოდოთ როცა უკვე ის ავად გაქვება? არა, აი ხაზგასმულია ლიტერატურაში, რომ ექიმსა და პაციენტ შორის ისეთი ურთიერთობა უნდა იყოს, რომ პირველ რიგში ექიმმა უნდა შეძლოს ის, რომ პაციენტი დაარწმუნოს, რომ მისთვის ეს სამკურნალო დიეტა, რეჟიმი ძალიან აუცილებელია და ამით დიდ სარგებლობას მოუტანს თავის თავს. პირველ რიგში ჯანმრთელობა და ეკონომიური თვალსაზრისითაც. აი ყოველად კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, რომ მარტო მედიკამენტებით ვერაფერს ვერ მივაღწევთ. არის ბევრი ანტილიპიდური პრეპარატები, რომელიც ეხმარება პაციენტს, რომ იქ ქოლესტერინის დონე დაქვეითდეს და ის სისხლძარღვების დაზიანების ხარისხი შემცირდეს, მაგრამ მარტო ამ მედიკამენტებით ჩვენ ვერაფერს ვერ გახდებით, თუ არ დაიცვა კვებითი რეჟიმი. ეს აბსოლუტურად პაციენტზეა დამოკიდებული. და ძალიან დიდი ნებისყოფა უნდა გამოიჩინოს პაციენტმა, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში სუფრის მარილის რაოდენობის შეზღუდვა. ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ნატრიუმია ვიცით სუფრის მარილში, ეს ნატრიუმი იზიდავს წყალს, დიდი რაოდენობით წყალი ორგანიზმში იწვევს წნევის მომატებას, გულის უკმარისობისკენ მიდრეკილებას და ასე შემდეგ. ამიტომ სუფრის მარილის შეზღუდვა ეს არის კატეგორიულად აუცილებელი იმ პაციენტებისათვის, ვისაც გულსისხლთა პრობლემები აქვთ. ასევე, რა თქმა უნდა, ცხიმით, ქოლესტერინით მდიდარი საკვები. აუცილებლად უნდა შეზღუდული იყოს მისი რაოდენობა. მწარე, მლაშე საკვები, მლაშეზე უკვე ველაპარაკეთ, ასევე მწარე, რაც ასევე ზედმეტ სითხეს მიაღებინებს პაციენტს. ეს ძალიან აუცილებელია და ამას ჩვენ ყველა ჩვენს პაციენტს ძალიან ვაფრთხილებ, ხოლმე ვინც გვიჯერებს და ვინც იგებს ამას, რომ ეს ძალიან აუცილებელია, ნამდვილად კარგი შედეგი აქვს. და ბევრმა ალბათ ექიმებიდან გადმოცემით იცის, რომ რა კატეგორიის საკვებზე უნდა თქვას უარი, მაგრამ ცდუნებას ვერ უძლებს, მაინც ცოტა რომ იტყვიან ისინი ამით სარგებლობენ, მაგრამ ახლა კი ბატონო ცხოველურ ცხიმს ის უარს იტყვის, მარილიან საკვებზეც შეიძლება უშუალოდ მარილზე თქვას უარი, მაგრამ
ხან არის საუბარი კიდე იმაზე, რომ მარილი ძვლებსაც სჭირდება. არა, სუფრის მარილის ნაკლებობა არაფერს არ გამოიწვევს. მაგრამ იქ შეიძლება თქვას უარი ქათმის კანზე, ქათმის კანზე, იგივე კვერცხის გულზე, კარაქსზე და სხვადასხვა და თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, რომ როდესაც ხოლესტერინს იმოწმებს, იქ ლიპიდები აუცილებელია, რომ იქ დადებითი და უარყოფითი ხოლესტერინები უნდა აღმოაჩინოს და ეს გაიკონტროლოს. მაგრამ ეხლა წნევებზე, თქვენ წნევებს გაუშვით ხაზი დაუბრუნდეთ იმ თემას, როდესაც სრულიად ჯანმრთელ ადამიანს, ამ შემთხვევაში პირობითად ჩავთვალოთ, უცბად აქვს მომატებული არტერიული წნევა. პირველ რიგში უნდა დაიჭიროს ეს წნევა საიდან მოდის, ალბათ. და შეიმოწმოს ის პერიფერიული სისხლძარღვები, რომელიც დაკავშირებულია შეიძლება პირდაპირ გულთან. მაგრამ შეიძლება იყოს თირკმლის მიერიც. მაგრამ ყველა შემთხვევაში ამას უნდა მოვლა და მოწესრიგება. და თქვენ როგორ ფიქრობთ? არის იმის შესაძლებლობა დღეს მიუხედავად რომ მედიკამენტოზური მკურნალობა საკმაოდ მაღალ დონეზეა და მარეგულირებელი წნევისა ყველას კატეგორიის წამალი გამოვიდა ერთმანეთზე უკეთესი. და რამდენად მისაღებია პაციენტისაც რომ ამ ყველაფერში იმ რეჟიმში ჩაჯდეს და მოერგოს, რომელიც დღეს მას ექიმის მითითებით მას აუცილებლად დასჭირდება. რადგან არტერიული ჰიპერტენზიაზე ვილაპარაკეთ, ეს არის ნომერ პირველი პრობლემა დღესდღეობით მსოფლიოში. ეს დაავადება ძალიან ხშირია, მაგრამ მოცნევა არტერიული ჰიპერტენზია მართლა სხვადასხვა წარმოშობისაა. თუ ვიცით გენეზი, საიდან მოდის და ამის დადგენა ხშირად შეუძლებელია და არ ვიცით საიდან მოდის, ეს ძალიან კარგია და მივაქცევთ ყურადღებას იმ პათოლოგიას, საიდანაც ეს წნევა მოდის. ეს არის თირკმლის მიერი, შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლიდან წამოსული, შეიძლება იყოს ჰორმონალური დარღვევით განპირობებული და სხვადასხვა გენეზის მეორადი ჰიპერტენზიები არსებობს. მაგრამ თავარი რა არის, პაციენტი უნდა მივიდეს ექიმთან, რა თქმა უნდა ჩატარდეს გამოკვლევები იმისთვის, რომ დადგინდეს საიდან მოდის ეს მეორადი ჰიპერტენზია თუ პირველად იქვია ისეთ იდიოპათიური, როცა მიზეზი არ ვიცით წნევისა, მაგრამ ფაქტია, რომ პაციენტს აქვს მაღალი წნევა. მაგრამ იმ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების ფუნქციონირებისათვის საჭირო არის, რომ სწორად შეირჩეს მედიკამენტი. ყველა პაციენტისთვის ერთი და იგივე წნევის დამწევის საშუალების მიღება არაფრით არ შეიძლება. აი აქ არის ძალიან სერიოზული მიდგომა საჭირო, რა სახის მედიკამენტი უნდა დაუნიშნო ამა თუ იმ პაციენტს. ამიტომ აუცილებლად უნდა ქონდეს კარდიოგრამის მონაცემები, რა თქმა უნდა პაციენტი კარგად უნდა იყოს ფიზიურად გასინჯული ექიმის მიერ და მისი ყველა ორგანოს მუშაობაზე შეხედულება ქონდეს და უნდა თვალის ფსკერი გამოიკვლიოს, გულის ეკოსკოპიური გამოკვლევა, ლიპიდური სპექტრი, ძალიან ბევრი შავდის ანალიზი და სხვა ისეთი აუცილებელი ანალიზები, რომლებიც დაგვეხმარება ჰიპერტონიის გენეზის დადგენაში და აი აქედან ექიმს მეტნაკლებად უკვე საშუალება აქვს იმისა, რომ სწორად შეურჩიოს წნევის დამწევის საშუალება. იმიტომ რომ გულის უკმარისობით პაციენტებს სხვა ჯგუფის მედიკამენტები ესნიშნება, დიაბეტი თუ აქვს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ მაღალი წნევით გულის ჰიპერტროფია არის ეკოლოგიურად, იქ სხვა ჯგუფის პრეპარატები, ამიტომ ძალიან სერიოზულია ამ წნევის დამრეგულირებელი პრეპარატების შერჩევა და აი ეფექტით, შედეგით სწორედ აქედან მოდის, რამდენად სწორად არის შერჩეული მედიკამენტი. და ხშირად გვესმის ჩვენ, რომ თუ ადამიანმა წნევები ვერ მოიწესრიგა და ვერ მიხედა, მაინც და მაინც მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია იწყება და მხოლოდ ეს არის მარცხენა პარკუჭი, იქ სხვა პათოლოგიები ხო არ ხდება. და რას იწვევს ეს ბოლო ჯამში, რას იწვევს ეს? რემოდელირება ქვია გულისა, ანუ იქ ჰიპერტროფიას განიცდის მარცხენა პარკუჭიც, სხვა პარკუჭებიც თანდათანობით სარქლოვანი გადაგვარება ხდება, შეკუმშვის ფუნქცია იცვლება გულის კუნთის, რაც საბოლოო ჯამში იწვევს იმას, რომ გულს აღარ აქვს თავისი ფუნქციის შესრულების საშუალება, ის ვეღარ იკუმშება ნორმალურად და გულს სისხლს ვეღარ გადაისმის ორგანიზმში და ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა და მთელი გართულებები. და შესაძლოა სავალალო შედეგიც მივიღოთ მაგას. რა თქმა უნდა.
ჩვენ კავდანათელა მინდა რომ ყველაფერი კარგად აუხსნათ ჩვენს ტელემაყურებლებს, იმიტომ რომ ჩვენს დიდი აუდიტორია გვაქვს და თქვენ აღნიშნეთ ასევე მინდა დაუბრუნდეთ შრომით საქმიანობას. ჯანსაღი ცხოვრების წესი შრომით საქმიანობას. ადამიანი რომელიც აბსოლუტურად ჯანმრთელია ის თავისთავად შრომობს განსაკუთრებით ფიზიკური შრომასთან ამაქვს მესაქმე. თუნდაც გონებრივი, მაგრამ განსაკუთრებით ფიზიკურია ეს. ხშირად გვესმის რეკომენდაციები სამედიცინო მუშაკებიდან რომ იმუშავეთ, გააკეთეთ ის, რაც თქვენ მხოლოდ გესი ამოვნებათ და არა გადაიტვირთოთ. ასე იგი, გვაფრთხილებენ ისინი რომ აი ზედმეტი გადატვირთვა, ზომიერი ფიზიკური აქტივობა. აი ეს რა არის ეს, რასთან არის დაკავშირებული? ზოგმა იცის, თქვა, ავიღოთ მე ვენახე რომ აი მოდი ამ ორ პლანს კიდევ შევწამლი ან გავთოხნი და მე მოვრჩები და ამ დროს ის უკვე ფიზიკურად ურჩევს და შესაძლებელია რომ რაიმე ის იყოს და აი რას ურჩევთ თქვენ დღეს ჩვენ გვიყურებთ ეს კატეგორიის და ფიზიკური დატვირთვა მუშაობა მით უმეტეს დღევანდელ პირობებში თუ არის მუშაობა ადამიანმა აქ შემოსავალი არ ექნება და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაგრამ გულის დაავადებულთათვის სწორედ ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომ ისინი იგივე სტენოკარდიული შეტევა ვთქვათ, უკვე ეწყებათ ჩოულ ფიზიკურ დატვირთვაზე. ამიტომ იმას, რასაც ის აკეთებდა, ვთქვათ, ამ ტკივილის გამო ვეღარ აკეთებს. ეს მან უკვე ძალიან კარგად იცის და ხშირ შემთხვევაში ზოგავს თავს ჩვენ ვეთქვით ხოლმე, რასაც აკეთებდი ორ დღეში, გააკეთე 3 დღეში, 4 დღეში, გადაანაწილე ეს სამუშაო, მაგრამ რომ ხედავ, რომ ის აღარ შეგიძლია, რასაც ადრე აკეთებდი, იმ ტემპით გააკეთება, აუცილებლად უნდა დაზოგო შენი თავი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე კიდე ხაზგასმით მინდა აღნიშნო ის, რომ მწვავე კორონარული დაავადებების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად სწრაფად მიეხმარები პაციენტს, რომ სწორედ მან თავისი შრომის უნარიანობა შეინარჩუნოს და არ დაკარგოს. ამიტომ თუ დადგენილია და ექიმს ეჭვია უკვე რომ აქ არის მწვავე კორონარული სინდრომი, ეს იქნება სტენოკარდია, არასტაბილური თუ მიოკარდიუმის ინფარქტი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მეეყვანოს სტაციონარში, რომ დრო არ დაიკარგოს და ჩატარდოს ის მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები, კორონაროგრაფია და თუ საჭიროა ანგიოპლასტიკა, რომ სწორედ დროულად ჩატარებული ეს დახმარება საშუალებას გვაძლევს ჩვენ ექიმებს, რომ იქ თავიდან ავიცილოთ ისეთი სერიოზული გართულება, როგორც მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის კუნთის უჯრედების ნეკროზი და სწორედ ის, რაც მე დაკავშირებულია იმასთან, შეიძლება თუ არა ამ პაციენტს აქტიური ფიზიკური დატვირთვა და ის სწორედ დროული ჩარევით იმით რომ გულის კუნთის კვება აღდგება, მისი ჟანგბადის მომარაგება დროულად აღდგება, ავიცდეთ თავიდან ამ გართულებას გულის კუნთის უჯრედების სიკვდილს, ასე უხეშად რომ ვთქვათ, და პაციენტი რჩება სრულიად ჯანმრთელი. აი ეს გამოკვლევის საშუალება ჩვენს საავადმყოფოში კახეთში ერთადერთია და ეს პაციენტებმა უნდა იცოდნენ, ამაზე ბევრჯერ ყოფილა თქვენ სტუდიაში ლაპარაკი, თქვენთან მოდიან ჩვენთან მოწვეული სპეციალისტები, ისინი აცნობენ პაციენტებს ამ გამოკვლევის შესაძლებლობის შესახებ და ეს მინდა რომ კიდევ ერთხელ გავაჟღერო, რომ არის ესეთი კვლევის საშუალება და როცა ექიმს ეჭვიავს, რომ იქ არის მწვავე კორონარული სინდრომი, პაციენტი დროულად, რაც შეიძლება მალე, აი საათებს აქვს მნიშვნელობა, უნდა მოიყვანოს სტაციონარში. ძალიან კარგია, საინტერესოა და ეს საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ ეს უშუალოდ თქვენ სამსახურს ეხება, იმიტომ რომ ეს თქვენი განყოფილება, თქვენი ერთია. მაგრამ გავაცნოთ ჩვენს ტელემაყურებლებს ისიც, რომ თვითონ თქვენ სამსახურში სიახლეა. 24 საათიანი მონიტორინგი გაქვთ. ვერაც ვიცი. ავადმყოფზე მიდის 24 საათიანი დაკვირვება, ჩართულია იქ თქვა კარდიოგრამის აპარატური მონიტორები, ყველაფერი და პლუს მანქამდის ავადმყოფს კარდიოგრამიდან დაწყებილი უტარდება შემდეგ ეხო, გულის ეხო და ეს ყველაფერი და მთლიანად ყველანაირად კომპლექსურად შესწავლილი ავადმყოფი ხდება უკვე თქვენთან. ეს ჩვენ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ჯეოგოსპიტალმა საკმაოდ დიდი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართებით. ეს მინდა იცოდეს ჩვენ ტელემაყურებლებს. აი თქვენ როგორც ამ სამსახურის წამყვანი ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი, აი ამ კუთხით
კიდევ რას დაამატებ და რას ეთქვით ჩვენს ტელემაყურებელს? რამდენად ეს წარმატებულია? გახსნილი არის გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში კარდიოინტენსიური განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, როგორც აღნიშნეთ, კარდიომონიტორებით, კვლევის საუკეთესო აპარატურით, რაც ძალიან დიდი მნიშვნელოვანი წინსვლა არის და პაციენტები ახლა გაიხსნა ეს მესამე წელია, რაც ფუნქციონირებს ეს განყოფილება და რასაკვირველია თავდანთანობით მომართვიანობა, თავიდან არ იყო ისეთი მომართვიანობა, რომ არ იცოდა ხალხმა, არ იყო ის ინფორმაცია გაჟღერებული და ახლა გაიზარდა მომართვიანება, აშკარად უკვე იციან პაციენტებმა, მოდიან, სურთ მათ ამ გამოკვლევის ჩატარება და რა თქმა უნდა თქვენი ტელევიზიაცაც თქვენი რეკლამირებითაც ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და კიდევ ერთხელ მინდა ხალხს მასმით აღნიშნო რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია რომ სრულად გამოიკვლევს პაციენტმა თავისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე კორონარული სისხლძარღვები თუ მას ამის კლინიკა გააჩნია ყველა პაციენტს ამ გამოკვლევას კორონაროგრაფიას რა თქმა უნდა ვერ ჩაუტარებთ ეს არის ჩვენება ამისი გადაუდებელი ჩვენება სასწრაფო ჩვენება და გეგმიური გადაუდებელი არ მაშინ როცა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტია არასტაბილური სტენოკარდია როცა როგორც თქვით აი საათებს აქვს მნიშვნელობა რომ ძალიან დროულად ჩატარდეს ეს გამოკვლევა და პაციენტს დავეხმაროთ რომ მან თავის ჯანმრთელობა შეინარჩუნოს და ინვალიდი არ გახდეს მაგრამ არის შემთხვევები როცა დროის შედარებით იცდის აქვს ეს ჭივილები პაციენტს მაგრამ აი რაღაცით მოემატა გაუხშირდა ტკივილები არითმია დაეწყო გულის უკმარისობა დაეწყო აი ასეთმა პაციენტმაც უკვე თავისი ჯანმრთელობა კარგად აქვს შესწავლილი და აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოს და იმან უნდა განსაზღვროს მას იქნებ სჭირდება ეს გამოკვლევა რომ იქ სისხლძარღვოვანი პრობლემა აღდგეს ეს სისხლძარღვის გამავლობა რომ უფრო სურს არ წავიდეს მისი დაავადება და საბოლოო ჯამში ახლა თუ საშუალება აქვს პაციენტს გეგმიურად ჩაიტაროს ეს გამოკვლევა იმას ვისაც თქვათ აქვს არტერიული ჰიპერტენზია პერიოდულად ექსტრასისტოლური არითმია ну არ აქვს ისეთი სერიოზული გართულებები მაგრამ პროფილაქტიკისთვის მას აქვს ეს სურვილი რომ ჩაიტაროს ეს ძალიან კარგი იქნება ну ძალიან საინტერესოა და პლუს რამდენად მოქმედებაშია ხოლტერით გამოკვლევა და რამდენად სჭირდება ხოლტერი ეს ძალიან კარგი საშუალება არის 24 საათიანი მონიტორინგი ხდება ფაქტურად სახლის პირობებში შეიძლება ამის გაკეთება აპარატი პაციენტს აქვს დამონტაჟებული სხეულზე და იწერება გულის მუშაობის რითმი და მისი მაჩვენებლები 24 საათის დიაჰემოდინამიკური მაჩვენებლები 24 საათის განმავლობაში და შემდეგ ექიმი ახდენს ამის გაშიფრვას და არის დაადგენს აქვს თუ არა ჰემოდინამიკური დარღვევები აქვს თუ არა რითმის დარღვევები და ამის მიხედვით მას დაარიგებს სჭირდება თუ არა არითმოლოგის კონსულტაცია ან ზოგადად რა მკურნალობა დაენიშნოს ну სტაციონარის პირობებში ეს ხოლტერის აუცილებლობა არ არის იმიტომ რომ პაციენტი 24 საათიან მონიტორულ დაკვირვებაზეა და ფაქტიურად ხალხთან ჩვენი საითერო დრო იწურება მაგრამ მინდა ეს საკითხებიც მოკლედ აუხსნათ ჩვენს ტელემაყურებლებს პირველი ეს არის რომ რამდენად ანალიზი ალბათ გაიკეთებიათ და გამოვლენილა ასაკობრივი სხვაობა გულის შიშამური დაავადებიდან გამომდინარე რომ რა ასაკში უფრო იმატა გულის დაავადებებმა ამავე დროს მანდილოსნები ჭარბობენ თუ მამაკაცები ჭარბობენ ამ ყველაფერს და როგორია ახლა პლუს ამას დავამატოთ კიდევ ფასები სადაზღვევო კომპანიებიდან შეიძლება ადამიანი მოხდეს თქვენთან თუ ისე ნაღდი თანხით გადახდითა და ისე აი ეს ყველაფერი განუვარტოთ ვინაიდან ჩვენ როდესაც ჯეოჰოსპიტალზე ვსაუბრობთ უნდა ვიცოდეთ ჯეოჰოსპიტალის თლიანი ის რეზერვების საშუალება რომლითაც პაციენტ თამამად მივადეს გაიკონტროლოს თავის ჯანმრთელობა სამწუხაროდ კარდიოლოგიური დაავადებები გაახალგაზრდავდა. უფრო ხშირი არის ეს კორონარული სინდრომი, მწვავე კორონარული სინდრომი ახალგაზრდებში და უფრო ხშირად ახალგაზრდა მამაკაცებში. ვიცი ალბათ თავისებურად ცხოვრების დატვირთული რაღაც ნერვიული ფაქტორის ფაქტორის ბრალია
და თან ახალგაზრდებში ეს კორონარული სისხლის მიმოქცევა ცოტა ნაკლებადაა განვითარებული, მასაკოვნებში უკვე კოლატერალები დამატებითი სისხლძარღვები ვითარდება და ჟანგბადის მომარაგება ასე თუ ისე შედარებით უკეთესია, ახალგაზრდებში ეს არ არის და ამით რომ მწვავედ მიმდინარეობს და უფრო სერიოზულად ახალგაზრდა პაციენტებში. თქვენ შემეკითხეთ რამდენად დაფინანსდება ეს და როგორ ფასთან არის დაკავშირებული. ყველა მწვავე შემთხვევა ფინანსდება სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის მიმართ. აქამდე გქონდა ჩვენ ეს შეზღუდვები, თუ არ იყო პენსიონერი, თუ არ ქონდა დაზღვევა უმწეოთა და ეს ასეთი პაციენტები, დანარჩენი ახალგაზრდა ასეთი, რომლებიც ყველაზე დიდი რისკია ამ დაავადებებისა, რომელთანაც დიდი რისკია, რჩებოდნენ ისე. საყოველთაო დაზღვევამ ნამდვილად მოგვცა იმის საშუალება, რომ ასეთ პაციენტებს მწვავე შემთხვევაში დავეხმაროთ. იქ არის რაღაც პროცენტული გადასახადი, მაგრამ ეს ძალიან უმნიშვნელოა. ისე რომ ეს არის ძალიან დიდი შეღავათი სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მწვავე პაციენტებისათვის, მათთვის გამოკვლევაც, კორონაროგრაფია, სტენტირებას გულისხმობ, ფაქტიურად ძალიან მისაწვდომია. 70% სახელმწიფო აფინანსებს, 30%-ია პაციენტის გადასახადი. თუ აქვს უმწეოთა დაზღვევა, მათთვის სრულიად უფასოა ეს ყველაფერი. ასეა. ესე იგი, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი მიღწევა, რომელიცაც ჩვენ შეიძლება ვიამაყოთ და ამავე დროს მზად ვიყოთ იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მივიდეთ. ერთმა არავის არ გაუჭიროს, არავინ არ იყოს ავად, მაგრამ თუ აქვთ ეს მწვავე შემთხვევა, მათ უნდა მომართონ, დრო არ უნდა დაკარგოთ სხვაგან წასვლაზე. აქამდე ესეთ პაციენტებს ვიძახებდით კატასტროფის ბრიგადას თბილისში ვაგზავნეთ. არ შეიძლება ესეთ დროის დაკარგვა. აი თითო საათს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და იგივე სერვისი, რისთვისაც ჩვენ თბილისში ვაგზავნეთ ეს პაციენტს აგერ გვაქვს ჩვენ საუკეთესო პირობებით და საუკეთესო სპეციალისტები. საუკეთესო სპეციალისტები. ამიტომ უნდა მომართონ ჩვენთან. დიდი მადლობა ქალთონათელა, პაციენტ ტელემაყურებლებო. მინდა ისევ და ისევ შეგახსენოთ, რომ გადაცემა ჯანმრთელობის სპონსორია სამედიცინო კლინიკათა ქსელი ჯეო ჰოსპიტალსი, რომელიც აღჭურვილია უაღრესად თანამედროვე აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, ისე რომ ნებისმიერ პაციენტს, რომელიც გადაწყვეტს, რომ ჩაიტაროს გამოკვლევა და მკურნალობა, შეუძლია თამამად მიბრძანდეს და მათ იქ დავხდებათ საუკეთესო მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი. მინდა ისევ წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი, გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალის ექიმი კარდიოლოგი ქალბატონი ნათელა სამაშვილი. ქალბატონ ნათელა, დიდი მადლობა აქ მომბრძანებისათვის, მეტად საინტერესო და აუცილებელი საუბრისათვის. ჩვენი ტელემაყურებლები მართალია განებიურებული ყავს ექიმებთან შეხვედრით, მაგრამ გული მაინც სხვა არის, გულთან დამოკიდებულა, გულს მეტი მოფერება სჭირდება და ამიტომ ყველა აღნიშნული კატეგორიის ექიმი ჩვენ როდესაც მოვიწევთ ვალდებულია კიდევ მობრძანდეს და ვესაუბროთ ისევ და ისევ იმაზე, რომ გაუხანგრძლივოთ ადამიანებს სიცოცხლე, რომ მათ ურჩიოთ, რომ როგორ უნდა იყონ ისინი ჯანმრთელი და ბედნიერი თავიანთი ოჯახის საკეთილდღეობით. მინდა თქვენთან ერთად დავიმშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. გადაცემის სპონსორია კლინიკების ქსელი ჯეო ჰოსპიტალსი.